ეს ყველაფერი უნდა აღვქვათ ერთადერთი ხედვით, რომ ვართ ძალიან მაგარ ადგილას, სადაც ვართ. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვეძლება საშუალება, რომ ვაკეთოთ საქმე, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეებთან ამბის მიტანა. დღეს თავისუფალი მედია და ტელეპირველი არის საქართველოს მოქალაქეებისათვის პირველი. ინფორმაციის პირველწყარო არის ადამიანებისთვის ჭეშმარიტი იმედი იმის, რომ ხვალ ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი ყოველთვის ვეკავენ პირველი აქ. ჭირდება დახმარება, სახლს პრობლემა აქვს, წყალი ჩამოგდის, ვიღაც უკანონოდ დააკავეს, ჩემი უფლებები შეილახა, უკანონო პატიმარია, ციხეში უფლებები, ყველა ამბავზე ვეკავენ აქ. ჩვენ დღეს ვართ იქ, სადაც უნდა იყოს ჟურნალისტი, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ იქ, საიდანაც გეძლევა საშუალება მთელ საქართველოს ძალიან ხმამაღლა გააგებინოს შენი ხმა, ამის ყველანაირი საშუალება გაგვაჩნია. მე არასდროს არ მიყვარს ხოლმე პრობლემებზე ლაპარაკი, რომ აი ახლა ჩვენ კი ძიმე დღეებით გვიდგას, კრიზისიც გვიდგას, გადაგვიგორებია კიდევაც, მაგრამ მაყურებლისთვის ეს შეიძლება მნიშვნელოვანიც არის ან არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია რომ არხი ანთია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის რომ ჩვენ მოვახერხეთ ის ამ ტელევიზიაში მომუშავე ბევრად უფრო სტაჟიანმა ადამიანებმა, ვინც პირველივე დღიდან მუშაობენ ტელევიზიაში, მე ამ სამეულში ყველაზე ახლად შემოერთებული ვარ, მაგრამ ამ სამეულში ხო, მაგრამ თუმცა მე მოვყვები, მე თუ იქნება ამის საშუალება ახალი შემოერთებული შედარებით ვარო, მაგრამ სინამდვილეში მელაძემ დაიწყო ეს ტელევიზია ჯერ მაშინ, როდესაც ამ ტელევიზიაში არ მუშაობდა, ამას მე მოვყვები. ანუ რუხი კარდინალი. თავარი არა, თავარი ამბავი არის, რომ ნახე რა არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ვიკან არ არის ყველაფერს გავდივართ. დღეს დანუკა ქაჯაიას ქონდა ძალიან კარგად აღწერილი. სადაც არ უნდა ხდებოდეს და რა ამბავიც არ უნდა ხდებოდეს, ყველგან აუცილებლად არის ტელეპირველის მიკროფონი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნებისმიერი მოვლენის დროს, ნებისმიერ ვითარებაში ვინ როგორ რანაირად არ უნდა ფიქრობდეს ტელეპირველზე, ხშირ შემთხვევაში ხანდახან არის ხოლმე ამბები, როდესაც ეთერში საეთეროში გამყავს რაღაცა მოვლენა, ამ პირდაპირ ეთერია და ვიღაც ადამიანს უსმენ და ხანდახან ვფიქრობ, გამოვიხედები ხოლმე შევხედავ ჩვენს პროდიუსერს, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტს წამყვანს, რომ წარმოგიდგენთ ერთი წლის წინ ეს ახლა ჩვენზე რეებს აკეთებ და როგორ გვანძღავდა და დღეს ჩვენს მაგრამ ეს არის მედიის უპირველესი მოვალეობა, რომ პირადი წყენა გაბრაზება რაღაც არაფერი არ არსებობს. თავარი არსებობს უპირველესი ლეგიტიმური მიზანი საქართველოს მოქალაქეებამდე ნამდვილი ამბების მიტანა.